როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს გავშალოთ ორაზროვან ურთიერთობაზე, ორაზროვანი ნებისმიერი სიტუაცია ჩაიფიქრეთ, თქვენთვის რა არის ორაზროვანი გააჩნია, მაგრამ ორაზროვანია ჩემთვის ახლა ამ შემთხვევაში, მაგალითად თქვენთან ადამიანი, მაგრამ თითქოს ვერ გაიგე, შენთანა თუ საერთოდ უნდა თუ რა უნდა და აი ასეთი სიტუაციები და მით უმეტეს თუ პარალელური ურთიერთობებია, მაშინ რა თქმა უნდა თქვენზე ეს გაშლა და რა თქმა უნდა ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ყველაფრისთვის ძალიან სიამოვნებს. ამდენი კომპლიმენტები მართლა ძალიან დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი, მგონია რომ ყველას გიცნობთ და ძალიან მიხარია რომ როცა შემოდიხარ, აი გულდასული თუ არ როცა ვარ თქვენთან და მართლა ასეთი შესაბამისი პასუხები რო არის და რეაქციები. არ არის რაღაც გამოხტომებიათ რო იყო თუ მე დავწყნარდი მაგის ბრალი არა პრინციპში ხო. ცოტა ცვლილებები მეც მაქვს. რაღაცნაირად არ არის მარტივი რეაგირება არ გააკეთო. თუმცა ურეაქციო ნამდვილად არა ვარ, პირიქით ძალიან ესეთი რეაქციები მაქვს. მაგრამ ახლა უფრო პირად შეტყობინებებში მაგალითად ბევრს ვიცი რომ წლებად გული და ბარემ აქვე ვიტყვი. გამარჯობა რომ მომწერთ და მელოდებით. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი მომწეს ახლა მე გამარჯობას. გამარჯობაზე მე არც არ ვპასუხობ. გამარჯობა და მე რაც გჭირდებათ გამარკვეთ და შემოვალ და ვნახავ. კიდე არ მიყვარს. მოგწერეთ და ძალიან გთხოვთ ნახეთ და კითხვის ნიშნები. ანუ უკვე ხვდები რა კატეგორიასთან მაქვს ურთიერთობა და შანსი არ არსებობს ამ ბლოგში მოხვდებით ავტომატურად, ან საერთოდ არ გიპასუხებთ თავისთავად. აი ამაზე მაქვს ნამდვილად რეაქცია და ნუ ერთი სიტყვით ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ. TikTok-ი ხო გადაჭედილია, იშვიათად TikTok-ზე რომ ამას ვნახულობდი. TikTok-ის ნერვი არა მაქვს. იქაც ხო საერთოდ გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონ ხათუნა. მე გაგიმარჯოს. მე აი. მოკლედ, ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩემთვის კარგ ადამიანებთან, შეგნებულ ადამიანებთან ურთიერთობა. და მეც ბედნიერი ვარ და შესაბამისად თქვენც ბედნიერი დარჩებით. ნახოთ. ორაზროვანი ურთიერთობა ვერ გაიგებ სადაა ეს ადამიანი, როგორაა, ან რა უნდა. მე მაინტერესებს საერთოდ რამდენად სერიოზულად განიხილავს ზოგადად პირად ცხოვრებას. ზოგადად თქვენ არ გეხებათ, აი შედიხართ, მაგრამ თქვენზე არ არის. ზოგადად სხვათა შორის ძალიან აგრესიულად. აი ზუსტად იგივენაირად როგორც ახლა მე რომ მომწეროს, მე გამარჯობა და ელოდება როდის ვიტყვი გაგიმარჯოს. ხო, რაღაცა როგორ არის ის მისი ზღვარი აქვს. ამ ადამიანს მე როგორც უყურებ, რაღაცა თავისებურია როგორც მისი ზღვარი აქვს და ამ ეტაპზე არ არის იმისთვის რაღაცნაირად მზად ვერ ვიტყვი, საუკეთესო მისი არჩევანი, როცა მას საერთოდ არ აინტერესებს ვინმესთან გაყოს მთლიანი დრო და რესურსი. ანუ ზღვარი არსებობს, რა თქმა უნდა. თუმცა ძალიან დადებითად და კარგად არის განწყობილი, უბრალოდ ძალიან მომთხოვნი. ანუ მისთვის პირადი ცხოვრება უნდა იყოს ისეთ ქალთან, რომელიც ყველაფერში აკმაყოფილებს, არც მეტი და არც ნაკლები. ნუ ცოტა ძალიან ისეთი პიროვნება. შეიძლება მოთხოვნები აქვს ბევრი და შესაბამისად სულაც არ იყოს თვითონ, კაი შენ გინდა, მაგრამ შენ რას მიცემ ამ ადამიანს. მე იმედი მაქვს, რომ ამ შეგნება არის აქ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მოთხოვნები ასეთია, ზოგადად ასეთია. უნდა იყოს კარგად, სტაბილურად, ბედნიერად და რა თქმა უნდა, მისთვის პირადი ურთიერთობა მაინც არის არა ემოციური, არამედ გონებით სტაბილურად. დღეს ესე კარგად ვართ, ესე მივდივართ ნელ-ნელა, შევხედოთ რა იქნება და აქ თუ უკვე ემოციური ხარ და შევხედოთ რა იქნება, ხო და შენ აქეთ ელოდები და რაღაცა, ყველას თავისი ნერვები აქვს და როგორც ყოველთვის იძახი, რომ არ უნდა გამოცადო ადამიანი, იმიტომ რომ ვერც ერთი ადამიანი ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს. ახლა ვნახოთ, თქვენთან რატო იქცევა ასე ორაზროვნად, რა არის ამის მიზეზი, რომ უნდა, რომ არ უნდა. იმასაც განვიხილავ, რა თქმა უნდა, თუ ურთიერთობაშია, ცალკე დავსვამ ამ შეკითხვას. რატომ არის ორაზროვანი, რატო არ წყვიტავს ამ ყველაფერს? შვიდიანი პენტაკლი, ნუ მერტა ჩემო, ეს არის ძალიან დახვეწილი, ძალიან შეგნებულად რომ მოდგება ამ საკითხს, ანუ აქ რაიმე მიზეზებიცი რამე, რაღაცა ასე ამ დროში ეს არ შემიძლიან, ველოდები იმ დროს, ამას ველოდების რო გადაწყვეტ ეს ყველაფერი არის არაჩვეულებრივად შეფუთული არგუმენტი, სადაც შეიძლება მართლა ვერ გააპროტესტოს და მე შენ საკუთარ თავში მოგეშალოს ნერვები, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მისი არჩევანი, იმიტომ რომ ამ ადამიანს მე რასაც ახლა ვუყურებ, რა თქმა უნდა, სურს შენთან ურთიერთობა, მაგრამ ეს არ არის სტაბილური. სტაბილური ამას არ უნდა არაფერი. ესე იგი ამ ბუზმა შემჭამა, ვერ გავაგდე 2 დღეა.
აი მე აქ დამაკლდა მაინც ანახე რო შევადარე ახლა. ერთი წამი რა მოვალ. მოკლედ ვერ დავიჭირე ეს ბუზი და მომიტევეთ. იქნება ჩვენთან ერთად გაშლებში რა ვქნა. რაც დავაკავშირე ახლა მე მისი მოთხოვნები საერთოდ როგორ უყურებდა პირადს ზოგადად უნდა აკმაყოფილებდეს ქალი მას ყველაფერში. ანუ არის რაღაცა აცდენები, რაშიც ყველაფერში არ აკმაყოფილებ. ხო, ეს მისი აზრია. რაღაცაში უგებთ, რაღაცაში არა და მისთვის ამნიშნულოვანია მთლიანობაში, კაი გრძნობა რო გვერდზე გადავდოთ, იყოს სიმშვიდე და ამას უნდა როგორი ურთიერთობა, იცი? როგორც იქნება ისე, ამ განწყობაზე ვარ, ასე იქნება, არ იქნება განწყობაზე და არ მინდა კითხვები, მაგათად გიყვარ ვარ, გინდა, არ გინდა, ანუ გამორიცხეთ ამასთან, რომ რაღაცა რომ მიამწყლიო კუთხეში რამე იქნება, ხო, ძალიან რაღაცნაირი თავისებური ტიპია და თავისებურებაში გულისხმობ, რომ ძლიერი ხასიათი აქვს, მან იცის რა უნდა და მორჩა, ანუ манипуლირებას ვერ მოახდენთ ვერანაირი რაღაცა კუთხეში მიწვევი და მე მივდივარ შენგან და აბა შენ იცი რას გადაწყვეტავ, ამაზე ეს არ მუშაობს. ისე მე მაინტერესებს თუ მსგავს სიტუაციაში ხართ, ან უკვე აპირებთ მაინც, ხო? მაშინ რა რეაქციას გამოიწვევს, გიღირს თუ არა ასეთი ქცევა, გიღირს თუ არა, არ გიღირს რეალურად არ გიღირს, იმიტომ თვითონ შვიდიანი ხმალია. თვითონ ამით უფრო მეტად ისარგებლებს დროს და უფრო მეტად გაწელავს. ამით თუ ელოდებოდი მაგათად 1, 2, 3 წელი დაემატება მას კიდე 1, 2, 3 წელი. ამიტომ აქ 100-ია ზოგადი გაშლების მადლით. კიდე ორიანა, უფრო დაფიქრდება. ამასთან ერთად პლუს დააფიქრებს თქვენი ასეთი საქციელი, რამდენად პრაქტიკული ხარ, იმიტომ რომ მისთვის ასეთი გამოწვევები, როგორია, იცი, ცოტა წარმოშობს ქაოსს. ანუ შენ უკვე მაგდებ შფოთში არ უნდა ჩააგდოს ადამიანი. ასე თulis, ანუ რასაც გელაპარაკები, ვლაპარაკობ თვითონ აი რასაც უყურებ მე მაშინ. თუ არჩევანში ადამიანი და პარალელურ ურთიერთობაშია, თუ დააყენებს საშუალს რომ აგირჩიოს. აი ამ საკითხთან მართლა ფრთხილად უნდა იყოთ. არჩევას არ განიხილავს. არჩევას არ განიხილავს, მაგრამ ის ცხოვრებაში უნდა იყო. იმიტომ რომ მას უნდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ კონკრეტულად არჩევანი არა. იმიტომ რომ შენ აძლევ იმას, რაც მას ჭირდება. ანუ აქ უკვე ემოციური დონორი ხარ მისთვის და სადღაც რაღაცას რო ვერ იღებს, შენგან იღებს და სინდისის კენჭნის გარეშე ძალიან მშვენივრად ცხოვრობს ადამიანი და მისთვის ეს ყველაფერი ნორმა, ანუ პირდაპირ გეტყვი რომ ნერვი არ უტოკდება ამაზე თუ რას ჩადის. ან შენს მიმართ, ან სხვის მიმართ. ამიტომ მისთვის ასეთი სიტუაცია. ამ შემთხვევაში გიღირს თუ არა, მაინც ხო კაი შეიძლება იფიქრო, რომ ახლა რა მზად და მერე იქნება. შენ გიღირს ლოდინი? ვარსკვლავზე რა ვიცი, ახლა ვარსკვლავში შენ შეგიძლია ელოდო, მაგრამ ნახე მე სამ ფაქტორი არ გიღებს ლოდინი, მაგრამ ეს რაღაცა შენთვის შეუცვლელი ენერგიებია, რა ვიცი, რას იღებ ამაში. ესე იგი შენ იმდენად გინდა რაღაცა განსხვავებული ემოცია, განსხვავებული ემოცია სხვათა შორის აი ცოტა როგორი იცი? სულ იმის მოლოდინში ხარ, რაღაცა განსაკუთრებული ხარ, კარგი ხარ და აი როდის აღიარებს ამას. ეს რაღაცა განსაკუთრებული, იმიტომ ამის ლოდინში ხარ, ეს მართლა სხვანაირი ემოციაა, მაგრამ შენ შეგიძლია ელოდო ამას, ელოდო და მოგცემს ამ ემოციას, მეც არაფერს არ მოგცემს, ანუ არ ისე მთლიანობაში მაინც არ გიღებს, ისი მომცემია შენთვის ეს ყველაფერი. ხმლებს დედოფალი ბოლოს ისი მომცემია და ამოიღებ ამ ხმლას და მე ესე ამ ქვევითან ზემოთ გადაჭრი ერთი სიტყვით. კარგი. მთლიანობაში მე მაინტერესებს მთლიანობაში, ანუ ყველაფერი გასაგებია უკვე, რასაც ფიქრობს ეს ადამიანი ამ საკითხზე და იმ საკითხზე. მე მაინც მთლიანობაში მაინტერესებს თვითონ ტაროს პროგნოზი, როგორ უყურებს თვითონ ტარო, როგორ რანაირად დაალაგდება და რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ისე ორიანი პენტაკლი, ნახე, ისე ორიანი პენტაკლი. მე მაინც გეტყვით იმას, რომ რა შეიძლება სიტუაცია ასე შენარჩუნდება. ნუ ზოგადი გაშლებით, რა ვიცი ხა, ენერგიულად თქვენ თვითონ მიხვდებით, ხო? ვის როგორ გაქვთ დაცდილი, ახლა მთელი ცხოვრების ისეასპირად კონსულტაციებშიც არა კი იცით ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანი დღეს ას ფიქრობს, ეს არასდროს არ უნდა დაიგნოროთ, იმიტომ რომ იმის იმედით რამე შეიძლება, ნუ ამ შემთხვევაში ეს თქვენი შეცდომა იქნება ძალიან. იმედი მაქვს, მაგრამ ეს არ იქნება გამოუსწორებელი შეცდომა. ამიტომ სიტუაცია შენარჩუნდება ნებისმიერი არჩევანი, ისევ ასე მოიქცევა პიროვნება, იქნება ეპიზოდური გამონათებები, როცა ყველაფერი დაწყნარდება, იდეალურად იქნებით, მაგრამ მერე ისევ აირევა
მედია მონასტერი არ აირევა, მაგრამ აირევა სიტუაცია და აი ესე იქნება. ესე იქნება. მაქსიმალურად პატარა პროგრესი შემიძლია ვთქვა. თლად აი ესეთი მერყევი არ იქნება. აი ესეთი დაბალანსდება-სავი და აი ესეთი შექანებები იქნება. ისეთი თითქოს არც თუ შემაწუხებელი, მაგრამ მე ყველაფერს ხედავ და ვგრძნობ, მაგრამ იმასთან შედარებით, რა თქმა უნდა, პროგრესი იქნება. ასეთი იყო დღევანდელი პასუხები. მე იმედი მაქვს თქვენის მიიღეთ, რაც თქვენ გჭირდებოდათ და წავალ ახლა ამბოს მოვძებნი და ვაზღვევინებ ყველაფერს. მე კი ყველას გელოდებით კომენტარებში.